დია ჩემი ხმა ისმის და ლაივი უკვე ჩაერთო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გვანცას ამ ჯგუფის შექმნისთვის და ასე მხნედ ყოფნისთვის. თქვენს ყველას მადლობა, ვინც შემომიერთდებით ამ ლაივზე. ვისაუბრებთ დღეს საჯარო გამოსვლებთან დაკავშირებით, რომლებიც აქტუალობას, რა თქმა უნდა, რაც ეს თვითიზოლაცია ჩაივლის არ დაკარგავს და თვითიზოლაციიდანაც როგორც ხედავთ, ძალიან საჭირო უნარი შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ონლაინ საჯაროდ გამოსვლა და პრინციპში რჩევები და გამოცდილება დაახლოებით იგივე იქნება და ყველაფერი ის, რასაც მე ვიტყვი, პრინციპში გავრცელდება ინტერნეტით ვირტუალურად, დისტანციურად საჯარო გამოსვლაზეც მათ შორის. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ეს ეპიდემიის ამბები და ცოტა ძნელია შეიძლება ყოველთვის ესე სახლებში ჯდომა, თუმცა ბევრი სასარგებლო რამ ასე მოყვება ამ ამბავს, ის რომ ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ სახლში და რაღაცებზე დავფიქრდეთ, წავიკითხოთ რაღაცები, რისთვისაც დრო არასდროს არ გვქონდა მანამდე, ის რომ როგორც მეცნიერები გვაუწყებენ და თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებიც ამას გვეუბნება, გარკვეულწილად გამონაბოლქვი შემცირდა, წყალი დაიწმინდა და ჩვენ მე როგორც გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებითაც ხშირად ვსაუბრობ და ამ კუთხითაც კლიმატმა და ბუნებამ ცოტა შეიძლება დაისვენოს კიდეც ჩვენ გარეშე და ზუსტად ეს ონლაინ გადასვლა დაგვეხმარება გავიაზროთ, რომ რეალურად ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს დისტანციურად და არ არის ყველაფრისთვის საჭირო ოფისი და შეხვედრა და ამ ხრივაც შეიძლება ჩვენ მომავალშიც შევძლოთ ბუნების განტვირთვა, თუნდაც ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის. ისევე რა თქმა უნდა, როგორც იმისა, რომ ყველანი ჯანმრთელად და კარგად ხართ და კარგად ვიქნებით და გამოვალთ ამ ამბიდან. რაც შეეხება კომენტარებს, ვინაიდან მე ვარ უსინათლო და ვიყენებ ხმოვან პროგრამას, იმისთვის რომ ჩავრთო ვიდეო თუ გამორთო თუ ასე შემდეგ. იმისთვის რომ ამ პროგრამამ ტვინი არ გაგიბურღოთ, მე კომენტარებს წავიკითხავ ვიდეოს დასრულების შემდეგ. ყველა კომენტარს მე გავცემ პასუხს და თუ ჩათვლით რომ უფრო მეტის გაგება გინდათ, ან პირად გამოცდილებასთან დაკავშირებით, ყოველთვის შეგიძლიათ პირადში მომწეროთ და შეგვიძლია ასევე გავაკეთოთ ვიდეო ან აუდიო ზარი და უკვე ინდივიდუალურად ვისაუბროთ დანარჩენ დეტალებზე, რაზეც დაგაინტერესებთ, თუ არა და კომენტარებშიც ჩვეულებრივად ლაივის დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ. რაც შეეხება საჯაროდ გამოსვლებს და იმ თემას, რაზეც დღეს უნდა ვილაპარაკო. თანამედროვე სამყაროში ამის საჭიროება, ანუ თვითპრეზენტაციის საჯარო გამოსვლების ყოველთვის მოიმატებს, იმიტომ რომ მსოფლიოს მოსახლეობა იზრდება შესაბამისად სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა, იზრდება სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა, სტაჟირებებში, მოხალისეობაში და სხვა ყველაფერში. ამიტომ ის იდეოლოგია საბჭოთა დროს რაც იყო, რომ თავდახრილი უნდა იჯდე და ვიღაცა პარტია თუ უფროსი თუ ვიღაცა გიპოვის და ისე თვითონ აღმოგაჩენს და აღმოაჩენს შენს ნიჩს და დააფასებს, აღარ მოქმედებს, ჩვენ თვითონ უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი, გავაჟღეროთ, მივიტანოთ ჩვენი სათქმელი, დამსაქმებელი იქნება ეს თუ რაიმე საქმეს რო ვაკეთებთ, მაგალითად ადვოკატირებას, რაიმე სოციალური მიზნისთვის ან ადამიანის უფლებებისთვის, გადაწყვეტილების მიღებ პირამდე უნდა მივიტანოთ ჩვენი სათქმელი თუ სხვა ვიღაცამდე. ამიტომ ეს საჭიროება სულ გაიზრდება საჯაროდ საუბრის. ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია, ყველა ადამიანს ამა თუ იმ ფორმით ეშინია საჯაროდ გამოსვლის, ამ სტრესის, ხო ადამიანების წინაშე წარდგომის. არსებობს ამის სხვადასხვა ახსნები, მათ შორის ისიც, რომ როდესაც ადამიანი დგას მაყურებლის წინაშე, ეს ახსენებს ოდესღაც ადრინდელ პერიოდს, როცა ადამიანებს ქოლავდნენ თუნდაც. და ამ ხრივ, ანუ პირდაპირ ეთერში, როდესაც ყველას შეუძლია, რომ გაუთვალისწინებელი რაღაცები შეიძლება მოხდეს, ყველას შეუძლია, რომ ჩაერიოს შენ სიტყვაში, ან შენ თვითონ შეიძლება დაიბნე და ასე შემდეგ, საკმაოდ სტრესულია, რა თქმა უნდა, სიტყვით გამოსვლა. ამიტომ პირველი რჩევა არის შევეგუოთ იმას, რომ ეს არის გარკვეული სტრესი. ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ ეს არაფერი არ არის, გამოვალ, ესეთი მიდგომა თუ გვექნება, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი არის ის აუდიტორია, ის მაყურებელი, ან ის საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, ან ვის წინაშე ვსაუბრობთ.
ნერვიულობა ბუნებრივია და რაღაც მხრივ შეიძლება დაგვეხმაროს კიდეც ჟღერდეთ არა გულგრილად, არა ჩაძინებლად, არა მცონარედ და არა მძინარედ. ხო, და კიდევ ერთი რატო გვინდა ეს საჯარო გამოსვლები, ეს არის ძალიან კარგი საშუალება თვით თერაპიისთვის. ძალიან ხშირად, როდესაც ადამიანი მოყვება თავის ისტორიას, გააზიარებს რაღაც მძიმე გამოცდილებას, ის ამ გამოცდილებასთან უფრო მარტივად თანაცხოვრობს, მას ეგუება ერთგვარად. და ამით ძლიერდება და რაღაცნაირად ფეხზე დგება, იმით რომ მან შეძლო თავის თავი გადალახა და ამაზე ისაუბრა. და ასევე ისიც რომ ნელ-ნელა ტექნიკა და ტექნოლოგიები ანაცვლებენ ადამიანებს ხო ფიზიკურ შრომაში და დარჩება ეს ემოციებთან დაკავშირებული სამუშაოები, ხო, ანუ ინტელექტუალური და ემოციური მხარდაჭერის სამუშაოები რაც არის და რაც იქნება კიდე მომავალში, მაგალითად ფსიქოლოგის კონსულტაცია, არ ვიცი, იურისტის, კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებით კონსულტაციები, ხო, მომავლის დაგეგმვასთან დაკავშირებით, ეს სოციალური მუშაკი, ეს ყველა პოზიცია და ეს ყველა საქმიანობა, რა თქმა უნდა, დარჩება ისევ ადამიანების კომპეტენციად, ხო, რა თქმა უნდა, გამომგონებლობაც და სხვა მსგავსი შემოქმედებაზე ორიენტირებული პროფესიები. როგორ ვემზადებით, ხო, რა შეიძლება იყოს საჯარო გამოსვლა, რა შედის ამაში? ბევრი რამ საპროტესტო აქციაზე გამოსვლიდან დაწყებული, ყველაზე ესეთი აშკარა მაგალითი რაც არის, სასამართლოში საკუთარი ან კლიენტის ინტერესებით დამთავრებული ლექციის წაკითხვა, დებატებში მონაწილეობა, გაკვეთილის მოყოლა, არ ვიცი, კონცერტზე ლექსის წაკითხვა, ან სპექტაკლში მონაწილეობა, დისკუსიის წაყვანა, როდესაც რამდენიმე მომხსენებელი ყავს და მათ წარადგენ, ინტერვიუს ჩაწერა, თვითონ წამყვანისთვისაც კი და სხვა მსგავსი საკითხები, თუნდაც კომენტარის გაკეთება და კითხვის დასმა საჯარო დისკუსიის დროს დაუგეგმავად, როგორც დამსწრე რო ესწრებით და ამ დროს წევთ ხელს და კითხვას სვამთ. ესეც საჯარო გამოსვლის ფორმაა. რა თქმა უნდა, საჯარო გამოსვლის დაუფლება არ ხდება ერთ დღეში და ამ დისკომფორტის დაძლევა და პანიკის. ამას სჭირდება გამოცდილება. გამოცდილება მოდის რითი, ხო? თანდათანობით სიძნელის დონის აწევით, ხო? ანუ უფრო გაძნელებით. მაგალითად, შეიძლება პირველად ჩვენი საჯარო გამოსვლა იყოს ის, რომ კლასის ან ნაცნობების წრეში, კურსელების წრეში, მაგალითად, ლექციაზე დავსვათ კითხვა. ან სადმე დისკუსიაზე ვიწრო წრეში. შემდეგ ეს შეიძლება იყოს ჟურნალისტისთვის ინტერვიუს მიცემა, თქო, არაპირდაპირ ეთერში, არამედ რაც შემდეგ დამონტაჟდება. და ვთხოვოთ, რომ შემდეგ გვაჩვენოს ის სიუჟეტი, სანამ გავა ეთერში, რომ ჩვენს დავწმუნდეთ, რომ ჩვენი სათქმელი ზუსტად მიაქვს. და შემდეგ უკვე, არ ვიცი, საჯარო გამოსვლა იქნება თუ დებატი, თუ სხვა ფორმატი. ხო, თანდათან უნდა გავართულოთ ეს ამოცანა. გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ უნდა მოვემზადოთ, ზოგადად როგორ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ საჯაროდ ვისაუბროთ. ბევრი უნდა ვწეროთ და ვიკითხოთ. წეროთ, იმიტომ რომ როცა ჩვენ რაღაცაზე ვწერთ, ეს გვეხმარება იმ რაღაცაზე კარგად დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ. და რაღაცნაირად გვამახსოვრდება კიდეც თან ის, რაზეც ვწერდით. და სხვათა შორის მე რომ ბევრ რამეს ვწერ, ბევრ საკითხზე, მე ძალიან მიმარტივდება, თუნდაც ინტერვიუს მიცემა ამ საკითხზე, იმიტომ რომ რაც დავწერე, ის კარგად მახსოვს, რომც არ გადავიკითხო და წლების შემდეგ, ხო, ანუ არ გავიმეორო, არ გავიხსენო, მაინც კარგად მახსოვს. კითხვა დაგვეხმარება, რა თქმა უნდა, სიტყვების მარაგის გაზრდაში და ესეთი პარაზიტი სიტყვების თავიდან მოშორებაში, როგორიც არის ესე იგი, ანუ, რა თქმა უნდა, ხო, რომლებსაც მეც ვიყენებ და მეც დავიჭიე პრინციპში ჩემი თავი რამდენჯერმე უკვე ამ საუბრის დროს, რომ ეს სიტყვები გამოვიყენე. ასევე მოусმინოთ პროფესიონალ გამომსვლელებს. მაგალითად, TED Talk-ი რაც არის, ძალიან კარგი მაგალითია ესეთი პროფესიონალი საჯაროდ მეტყოლების და საჯაროდ გამომსვლელებისა. მოკლევადიან პერსპექტივაში საჯაროდ გამოსვლისთვის მომზადება ნიშნავს გარკვევას რა აუდიტორიისთვის საუბრობთ.
დაუშვათ ჩვენი თანატოლები არიან, ჩვენზე უფროსები, უმცროსები, ვიდგებით ფეხზე თუ ვიჯდებით, გვექნება თუ არა მიკროფონი, იმიტომ რომ მიკროფონთან სულ სხვანაირად ჟღერს მიკროფონში შეიძლება ჩვენი ხმა. ტრიბუნასთან ვიდგებით თუ მთლიანად ღიად, გვექნება თუ არა გამოძრავების საშუალება, დაახლოებით რამდენი ადამიანი იქნება, რა ინტერესები აქვთ. უფრო მეტი თუ რამდენიმე ადამიანი გამოვდივართ სიტყვით, საინტერესოა ჩვენ გარდა კიდევ ვინ გამოდის სიტყვით. ზოგჯერ კარგია, როცა გვაქვს დრო და შესაძლებლობა, რომ წინასწარ მივიდეთ და დავათვალიეროთ ის სივრცე, ან ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე მივიდეთ და ასევე გავიგოთ, ხო, ვნახოთ როგორი სივრცეა, როგორ დგავართ მაყურებელი როგორ ზის, იმისთვის რომ უფრო კომფორტულად ვიგრძნოთ თავი და ამ ყველაფრის უშუალოდ საჯაროდ გამოსვლის დროს ამ ყველაფრის დაკვირვება და ამაზე ამის შეგუებაზე ნერვების დროის და ყურადღების და კონცენტრაციის დაკარგვა რომ არ მოგვიწიოს. ასევე რა თქმა უნდა განათლების დონე, დაინტერესება, ხო, როგორი სიტყვებით ვისაუბროთ, სლენგი იქნება ეს თუ უფრო აკადემიურ სტილში, აქვე ვიტყვი რომ არსებობს საჯარო გამოსვლების რამდენიმე მიზანი. რა მიზანს უნდა იმსახურებოდეს ჩვენი საჯარო გამოსვლა? ეს შეიძლება იყოს მაგალითად ვიღაცის დარწმუნება, მხარდაჭერის მოპოვება. ეს არის ის, რასაც იურისტი, ადვოკატი აკეთებს სასამართლოში, ხო, იმისთვის რომ მოსამართლემ გამოიტანოს მისთვის სასარგებლო და მის სასურველი გადაწყვეტილება. ან როდესაც ვიძიებთ დამფინანსებელს ჩვენი პროექტისთვის. ეს არის დარწმუნების მაგალითი. არის გამოცდილების და ინფორმაციის გაზიარება. რაც არის მაგალითად ლექცია ან გაკვეთილი, რაღაც შემეცნებითი გადაცემაც შეიძლება იყოს. არის მოტივირება. რაც როგორც წესი უფრო ემოციურ საჯარო გამოსვლას გულისხმობს. მაგალითად TED-ი რასაც აკეთებს, TED-ი არის ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარების და შთაგონების ნაზავი ერთგვარი. ხო, შთაგონების კარგი მაგალითი კიდე საჯარო გამოსვლის არის სადღეგრძელო. იმიტომ რომ სადღეგრძელოც კი მართალია რაღაც სუფრაზე ითქმის, მაგრამ ასევე საჯარო გამოსვლა, იმიტომ რომ ხშირად ბევრი ადამიანის წინაშე უნდა წარმოვთქვათ ის და შეიძლება თუნდაც უცნობ ადამიანებთანაც კი მათ შორის დიდ სუფრებზე. და ესეც სხვათა შორის გარკვეულწილად უნარია და შეგვიძლია რომ ესეც ვისწავლოთ და გავივარჯიშოთ ამ ხრივაც. შემდეგ ვემზადებით უკვე ვიგებთ მაგალითად დროის რეგლამენტს. გვაქვს თუ არა ვართ თუ არა დროში მკაცრად შეზღუდულები. თუ დროში მკაცრად შეზღუდულები ვართ, ჯობია რომ ტექსტი წინასწარ დავწეროთ და ტექსტთან ახლოს ვისაუბროთ, რომ ვისაუბროთ ეკონომიურად. როდესაც მაგალითად 5-10 წუთი არის გამოსვლის დრო. ასევე მაგალითად მოკლე გამოსვლამ, ხო 15 წუთამდე შთამაგონებელმა გამოსვლამ შეიძლება ვერ აიტანოს ფურცლიდან კითხვა, სლაიდებიდან კითხვა და ჩვენ მოგვიწიოს ჩვენით საუბარი. ეს სხვათა შორის ეხება თუნდაც ვიდეოს. ჩვენ გვგონია რომ შეიძლება ვიდეოში ისე წავიკითხავ რომ ვერ დაინახონ რომ ფურცელი მიდევს, მაგრამ ერთ საინტერესო მაგალითი იყო ბელორუსის პრეზიდენტი ულოცავდა ახალ წელს თავის ერს მიმართავდა თანამოქალაქეებს და ჟურნალისტებმა თქვეს რომ კი არ ჩანდა რომ კითხულობდა, მაგრამ თვალები დაძაბული ჰქონდა რომ ეტყობოდა რომ სადღაც უდევს ფურცელი. შეიძლება პროფესიონალებმა დამალონ ეს და ვიდეოში არ გამოაჩინონ, მაგრამ რაღაცებზე, როგორც აღმოჩნდა დაკვირვებით, თუნდაც თვალებზე, შეიძლება ამას მივხვდეთ. თანაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბუნებრივია არ ვიკითხოთ, არამედ აუდიტორიას შევხედოთ და ასე შემდეგ. ხო, დაახლოებით იგივე წესები პრინციპში ვრცელდება ონლაინ, ან ინტერნეტ საჯარო გამოსვლაზე, მათ შორის ვიდეო საჯარო გამოსვლაზე, ის რომ ჩაცმულებიც უნდა ვიყოთ აკადემიურად და ოთახშიც ყველაფერი ისე უნდა ჩანდეს, არ უნდა ჩანდეს ზედმეტი საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელები, ცარეცხი და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სახლშიც ვისხდეთ. მე სხვათა შორის ჩემი პირადი გამოცდილებიდან გადაცემა მიმყავდა დისტანციურად 2 წელი.
იმიტომ რომ უცხოეთში ვსწავლობდი 2 წელი, ანუ თითო წელი რამდენიმე თვე ვიყავი ესე და თანაწამყვანი თბილისში მყავდა, ის თბილისთან ერთებოდა, მე უცხოეთიდან. თუმცა ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევებიც, რომ მარტო მე წამიყვანია უცხოეთიდან და სტუმარი იჯდა თბილისში სტუდიაში და მე ვერთებოდი Skype-ით. საკმაოდ სტრესული იყო, მაგრამ ასევე საინტერესო. შემდეგ ვწერთ ტექსტს გამოსვლის, ან ვფიქრობთ, რაზე უნდა ვისაუბროთ, ხო, გააჩნია. რა თქმა უნდა, თუ შეჯიბრია და ისე კაცრი წესები უნდა დავიცვათ, უნდა გავეცნოთ, რა წესებია ეს. გვექნება თუ არა სპონტანურად რაღაცის თქვის აუცილებლობა. ზოგადად იმ საკითხზე, რაზეც ვისაუბრებთ, ყოველთვის კარგია, რომ გქონდეს ბევრი ინფორმაცია, ვკითხულობდეთ ზოგადად კვლევებს, სტატისტიკებს, ახალ ინფორმაციებს. ეს ყველაფერი გახდის ჩვენს სიტყვის დაწერას უფრო სწრაფს და მარტივს და ასევე უფრო საინტერესოს ჩვენს გამოსვლას და ორიგინალურს. წერთ პირველ რიგში რისი თქმა გვინდა, რისი გადმოცემა გვინდა მაყურებლისთვის და რა მიზნის მიღწევა. და შემდეგ უკვე ვფიქრობთ, რა საშუალებებით ვაკეთებთ ამას. საშუალებები შეიძლება იყოს სტატისტიკა, ან შეიძლება იყოს პირიქით ხუმრობა, პირადი გამოცდილება, პირადი მაგალითი, მონაცემები და ასე შემდეგ. და ამას ვიძიებთ. ვკითხულობთ ტექსტს, ვცდილობთ დავდგეთ მაყურებლის და მსმენელის ადგილას, ვიგებთ გასაგებია, რაზეც ვსაუბრობთ, საინტერესოა ჩვენთვის, რა გრძნობებს აგვიძრავს. უნდა გავარკვევთ, რა გრძნობები გვინდა რომ აღძრას ჩვენმა სათქმელმა ჩვენს მსმენელში. და რამდენად მართლაც შეესაბამება ის ჩვენი ტექსტი ამას. კარგია რომ ვინმეს გადავაკითხოთ, თუ არის ამის დრო და შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, საჯარო გამოსვლა არის უამრავნაირი და გააჩნია სპეციფიკას. დღევანდელი საჯარო გამოსვლისთვის მაგალითად მე რომ მომზადებულიყავი, რაღაცა მშრალი რეგლამენტი რომ 20 წუთს არ უნდა გადავაცილო, არ არსებობს. ანუ სიტყვაზე 20 თუ არა 25 წუთი თუ ვილაპარაკე ან 26 არ არის პრობლემა. არის, როდესაც წუთში და წამში შეიძლება მიკროფონი გაგეთიშოს მაგალითად, როგორც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხდება, სადაც ასევე გამოვედით არის დროზე სიტყვით. ამის მიხედვით ვადგენთ რა მოცულობის ტექსტს წერთ. დაახლოებით 1 გვერდის თაბახის ფურცლის 1 გვერდი არის 5 წუთიანი გამოსვლა. შესაბამისად 2 გვერდი 10 წუთიანი და ასე შემდეგ. თუმცა ეს დაახლოებით, რა თქმა უნდა. შემდეგ უკვე ვემზადებით უშუალოდ გამოსვლისთვის. კითხვა ვსწავლობთ თუ არა და გვინდა და კარგია თუ არა რომ ვისწავლოთ ტექსტი ზეპირად. მე არ მაქვს ამაზე ცალსახა პასუხი. იმიტომ რომ ხანდახან საჭიროა, ეხლა ისევ დაუბრუნდები დღევანდელ ჩემს გამოსვლას. დღევანდელი გამოსვლა, რა თქმა უნდა, მე ზეპირად არ მისწავლია, უბრალოდ გადავიკითხე ის ტექსტი, რომელიც მქონდა ხოლმე ამ პრეზენტაციისთვის, საჯარო გამოსვლებზე, სადაც კი მისაუბრია. უბრალოდ გადავიმეორე, რომ თავარი რისი თქმაც მინდა, არ დამავიწყდეს. თუმცა სათითაოდ ესეთ რა თქმა უნდა არ დამიზეპირებია. მაგრამ როდესაც დროში ვართ შეზღუდულები, შეიძლება ჯობდეს, იმიტომ რომ სცენაზე რომ ვდგავართ და რომ ვნერვიულობთ, შეიძლება უფრო მეტი სიტყვით ვთქვათ ის, რაც ფურცელზე უფრო მოკლედ დავწერეთ. და ამაში შეიძლება დავკარგოთ დრო. და ამოჩნდეს, რომ სათქმელს ვერ ვამბობთ, იმიტომ რომ დროში ვიწურებით, დრო გვეწურება. ამიტომ ეს გააჩნია სიტუაციას. გექნებათ თუ არა წაკითხვის შესაძლებლობა. როდესაც ზეპირად ვიცით ტექსტი, ეს ხმით თამაშის კარგ შესაძლებლობასაც გვაძლევს, იმიტომ რომ უკვე ტექსტზე აღარ გვეფიქრება და ვფიქრობთ ინტონაციაზე. თუმცა აუცილებელია ვიყოთ ძალიან ფრთხილები. თუ ტექსტს სწავლობთ ზეპირად, ჯობია რაც უფრო ადრე ვისწავლით, მით უკეთესი, იმიტომ რომ ამ დროს იცის ხოლმე, რომ შეიძლება ერთ სიტყვად დაგავიწყდეს და მერე მთელი ტექსტი აგიყირავდეს და სულ დაიბნე. ამიტომ ეს რო არ მოხდეს, 2 კვირიდან 10 დღემდე, მაქსიმუმ 1 კვირით ადრე უნდა ვისწავლოთ, დავიწყოთ ამ ტექსტის ზეპირად სწავლა. და თან როგორ ვისწავლოთ?
ხან მონაკვეთებად უნდა მოვყვეთ, ხან თავიდან ბოლომდე, ხან უბრალოდ აი რაღაც თითი დავადოთ, დავშვეთ ფურცელზე და აი აქედან ვიწყებთ და ვყვებით ნაწილ-ნაწილ, რომ მარტივი იყოს ჩვენთვის ერთიდან მეორეზე გადასვლა. ზოგჯერ ხმამაღლა გამოსასვლელ ტონში, ზოგჯერ შეიძლება ჩურჩულით. ყველანაირ ინტონაციაში უნდა ვაბრუნოთ და ვაუღლოთ ის ტექსტი, რომელსაც ზეპირად ვსწავლობთ. რომ მართლა კარგად გაგვიჯდეს და ბოლომდე ვიყოთ დარწმუნებული ჩვენს თავში. ამავდროულად გქონდეს მაინც თავის დაზღვევის მიზნი, თუ უბრალოდ ასევე თავში ჩამონათვალი, რა საკითხებზე გვინდა საუბარი. ყველაზე მთავარი. რომ თუ ვინიცობა ეს ტექსტი მაინც დაგვავიწყდა, ისე მაინც ვისაუბროთ ჩვენი სიტყვებით, ოღონდ დავფაროთ ის საკითხები, ისი თქმაც გვინდა, რომ მივიტანოთ ჩვენი საქმე. წინა საღამოს და წინა დღეს მნიშვნელოვანი გამოსვლის წინა დღეს მე არავის არ ვურჩევ, რომ ათენოს ღამე ძალიან დაიტვირთოს რაღაცით, პირიქით, რაც უფრო დაღლილები ვართ, მით უფრო მეტად ვინერვიულებთ, შეიძლება ცუდად გავხდეთ, რა ვიცი, გული შეგვიწუხდეს. დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენს ინდივიდუალურ ემოციურ მდგომარეობაზე. მე მაგალითად არ ვსვამ ხოლმე ყავას იმ დღეს, იმისთვის რომ ნაკლებად ემოციურად დაძაბული ვიყო. ხო, იმიტომ რომ ყავა გვაფხიზლებს და თუ ნერვიულობთ ისედაც, გულს გვიჩქარებს, ორგანიზმიდან წყალი გამოყავს სხეულიდან, გვაშრობს, გვფიტავს და სხვადასხვა ასეთ უსიამოვნო ეფექტებს იწვევს. დავლივთ ბევრი წყალი. ძალიან კარგი საშუალებაა გულის დასამშვიდებლად. არის ხოლმე რეკომენდაციები, რომ ვამოძრავთ მსხვილი კუნთები, რა თქმა უნდა, თუ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე განვარტოვდეთ. მაგათაც დუნდულების კუნთები რო გავავარჯიშოთ, კარგად ხდება ემოციური მოდუნება ამ დროს. რა ვიცი, თუ სახეზე ვწითლდებით, მაგალითად შეგვიძლია წავისვათ ტონალური კრემი. მე ერთხელ კისრის და მკერდის ფირფიტასთან, ძვალთან გამომივიდა წითელი ვენა, ამომებურცა იმის ნერვიულობის გამო. ხო, ანუ თუ ვიცით, რომ ესეთი რაღაც გჭირს, ალბათ არ არის კარგი აზრი, რომ დეკოლტე გვეცვას მაგალითად, ძალიან ამოღებული. ხო, შეგვიძლია უფრო დავხაროთ ეს მომენტი, რაღაც ისეთი სიწითლე და ასე შემდეგ. გამოსვლის წინ, როდესაც უკვე გამოგვიძახეს და ჩვენი საუბრის დრო დადგა, ჯობია რომ 10-15 წამი დავაყოვნოთ. დავაცადოთ მაყურებელსაც მიჩუმება, ჩვენ თვითონ ჩვენ თავს მივცეთ დრო, რომ შევეჩვიოთ ტრიბუნას, შევეჩვიოთ სცენას, სინათლეს, განათებას, როგორ ვდგავართ იმას. ამოვისუნთქოთ ბოლო-ბოლო, იმიტომ რომ ნერვიულობთ, თუნდაც რამდენიმე ნაბიჯი რო გადავდგით სცენამდე, შეიძლება გული ამოგვივარდეს ამ დროს და რაღაც ვქოშინებდეთ და ასე რო არ ვილაპარაკოთ გულამოვარდნილებმა. და შემდეგ დავიწყოთ საუბარი. ჯობია ვისაუბროთ იმაზე ნელა, ვიდრე გვგონია, რომ უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ადამიანი როცა ნერვიულობს, აქვს ესეთი ჩვევა, რომ აჩქარებს პირიქით საუბარს. ხოლო ნელა საუბარი უფრო დამაჯერებელს ხდის იმას, რისი თქმაც გვინდა. რა თქმა უნდა გვჯეროდეს იმის, რასაც ვამბობთ, ჩვენთვის ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი. თუ არ არის და როგორც მინიმუმ ჩვენი სიტყვით გამოსვლის მიზნის მაინც უნდა გვჯეროდეს. ის რომ ჩვენ არ გვჯერა იმის, რაზეც ვლაპარაკობთ და ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, აუცილებლად გამოჩნდება. ტექსტი იქნება მშრალი, ჩვენი ტონი იქნება მშრალი ან სხვა ნებისმიერი რამ. ხო, ამიტომ ვეცადოთ ვისაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც დაგვაინტერესებს, ან ვეცადოთ თემებმა, რომლებზეც უნდა ვისაუბროთ, დაგვაინტერესოს ჩვენ. ხო, წავიკითხოთ ამ თემებზე საინტერესო ინფორმაციები, ფილმები, წიგნები, დოკუმენტური მასალა და სხვა რამ. ასევე ძალიან კარგი არის იმისთვის, რომ ვისწავლოთ საჯარო გამოსვლა. ჩვენი სიტყვები, ჩვენი გამოსვლები ჩავიწეროთ ვიდეოზე ან აუდიოზე და ვუსმინოთ. და ამით მივხვდებით გარედან როგორ ჟღერს, რამდენად საინტერესოა და შეიძლება ჩვენი ხმა სხვანაირი მოგვეჩვენოს.
იგივე პარაზიტ სიტყვებს, რა პარაზიტ სიტყვებს ხმარობთ, გავიგებთ უფრო ხშირად და მერე გავამახვილებთ ყურადღებას და ამ სიტყვებს განსაკუთრებით ჩავუსაფრდებით და ვეცდებით რომ არ გავიმეოროთ. პრინციპში ამის თქმა მინდოდა სულ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. წარმატებები ყველას თქვენ საჯარო გამოსვლებში და ველოდები კითხვებს. მადლობა დროებით.